საჭირო უმრავლესობას რომ შევზღუდოთ ან შევაჩეროთ უვიზო მიმოსვლა სხვებთან ერთად საქართველოსთანაც. ქართველ ხალხს ბოდიშიც მოუხადა, თუმცა პოლონეთმა გადაწყვეტილება უკვე მიიღო. საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა უნდა შეუჩერდეს. ამისთვის დონალდ ტუსკი მუშაობასაც შეუდგა და ახლა თანხმობის მოპოვებას ევროკავშირის სხვა სახელმწიფოებისგან ცდილობს. თუ 27-დან მინიმუმ 14 თანამოაზრეს იპოვის, ეს საკმარისი იქნება საქართველოს მოქალაქეებმა ევროპაში უვიზოდ გაფრენის შესაძლებლობა დაკარგონ. პოლონეთი გაერთიანების თავმჯდომარეა, რაც მიზნის მიღწევას ამარტივებს და შესაბამისად გამორიცხული არ არის ევროპის მიმართულებით თბილისიდან და ქუთაისიდან. ახლა ვიზების გარეშე ბოლო რეისები სრულდებოდეს. საუბარია არა მხოლოდ საქართველოზე, ბოდიშს ვუხდი იმ ქართველებს, რომლებსაც შეიძლება ეწყინოთ, მაგრამ ზოგადად ძლიერი მომხრე ვარ. შევზღუდოთ უვიზო მიმოსვლა იმ ქვეყნებთან, რომლებიც საქართველოს შემთხვევის მსგავსად აღარ იცავენ ავტორიტარული ხელისუფლებების საწინააღმდეგოან მიგრაციის სტანდარტებს, რაც წარმოადგენს პირდაპირ საფრთხეს კანონისა და წესრიგისთვის ჩვენს ქვეყანაში და ევროპაში. ესეც პასუხი კითხვაზე, რატომ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას პოლონეთის პრემიერმა მკაფიოდ განმარტა, რომ პრობლემა ივანიშვილის ავტორიტარული მმართველობაა. უკანონო მიგრაციასთან ერთად, რასაც პერიოდულად დეპორტაციით პასუხობენ, ევროკავშირის საფრთხეთ სწორედ ოცნების ანტიევროპულ პოლიტიკას ხედავს. ერთადერთი რაც პარტნიორებისთვის საეჭვო არ არის, ეს ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებაა, თუმცა აღარც საკმარისი. რა თქმა უნდა, არსებობს შეკითხვა, დამსახურებულია თუ არა ეს პრივილეგირებული ურთიერთობა, რომლითაც საქართველოს სარგებლობს. ამ შეკითხვას პაველ ჰერშინსკი ევროკავშირში გადაწყვეტილების მიღები პირებისგან ისმეს. დონალდ ტუსკის შემდეგ ქართულ ოცნებას უსიამოვნო გზავნილების მიღება თბილისში სწორედ ევროკავშირის ელჩისგან მოუწია. ჯერ საჭირო რაოდენობა არ შეკრებილა, თუმცა ჰერშინსკი ადასტურებს, რომ ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმებაზე დისკუსია უკვე გახსნილია. ამის მთავარი საფუძველი კი ევროკავშირზე ოცნების უარია. მოქალაქეების კაფიონების მიუხედავად დამნებაზე ძალადობით. უწუხაროდ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობები კარგად არ ვითარდება. მე ღიად ვეუბნები ქართულ ხალხს, რომ ახლა ეს ურთიერთობა დაბალ ნიშნულზეა და უკვე რამდენიმე თვეა ვფიქრობთ, როგორც ევროკავშირმა, როგორ უნდა ვუპასუხოთ იმ ქმედებებს, გადაწყვეტილებებსა და კანონმდებლობას, რასაც საქართველოს ხელისუფლება იღებს. ერთ-ერთი იდეა არის უვიზო მიმოსვლის შეჩერება. ეს დამოკიდებულია წევრ ქვეყნებზე. ამისთვის საჭიროა წევრი ქვეყნების 2/3 მხარდაჭერა. ამ ეტაპზე ამასთან საქმე არ გვაქვს. ვიტყოდი, რომ წევრი ქვეყნების უმრავლესობა ამის წინააღმდეგია ძალიან მარტივი მიზეზის გამო. ჩვენ არ გვინდა ჩვეულებრივმა ადამიანებმა გადაიხადონ ფასი იმ გადაწყვეტილებისთვის, ქმედებებისთვის და კანონმდებლობისთვის, რომელიც მიღებულია საქართველოს ხელისუფლების მიერ. ეს კითხეთ პოლონეთის პრემიერ-მინისტრს, ეს კითხეთ ევროკავშირის ელჩს, რას ერჩიან ქართულ ხალხს. ქართული ოცნება კი თავდასხმის რეჟიმშია და ხელს პარტნიორებისკენ იშვერს. არადა ვიზა ლიბერალიზაციის შენარჩუნების ბერკეტები მხოლოდ ივანიშვილის ხელშია. ამისთვის მან უარი დემოკრატიის ნგრევაზე უნდა თქვას. სხვა შემთხვევაში კი ფასის გადახდა საქართველოს მოქალაქეებს მოუწევთ, რომლებისთვისაც უვიზო რეჟიმის დაკარგვა ევროპულ განათლებაზე, ზოგ შემთხვევაში კი სასიცოცხლოდ აუცილებელ ევროპულ ჯანდაცვაზე წვდომის გაუქმებას ნიშნავს. საუბარი იმაზე თითქოს ვიღაცას რაღაც გემოში არ მოსდის ქართული დემოკრატია, ეს არის ყურით მოტანილი არგუმენტი, რომელსაც რა თქმა უნდა თან საფუძველიც არ აქვს. დამარცხდნენ ისინი, ვინც გარედან ცდილობდნენ ქართული ხალხის ნების წართმევას, და ეს არის პოლიტიკური ვენდეტა ქართული ხალხის წინააღმდეგ. ეს არის შანტაჟი, რომელიც არის გათვლილი იმაზე, რომ რაღაც შეიძლება პროცესები სხვა მიმართულებით განვითარდეს ქვეყანაში, თუმცა რეალურად ყველა ხედავს, რომ ასეთი შანტაჟი, რომელიც უკვე მრავალი წელია გრძელდება, არ მოქმედებს ქართულ ხალხზე. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ზოგადად შანტაჟად დარჩება. ვიდრე ვიზა ლიბერალიზაციის დაკარგვა საქართველოს მოქალაქეებისთვის ჯერ კიდევ საფრთხედ რჩება, ეს უკვე რეალობაა ოცნების არაერთი წარმომადგენლისთვის. ევროკავშირმა დიპლომატიური პასპორტების მქონე პირებს სავიზო შეზღუდვა დაუწესა. ახლა კი ქართველი ხალხის ჯერია. ოპოზიციაში ამბობენ, რომ მათთვის უვიზო რეჟიმის გაუქმება ივანიშვილის ამოცანაა, რომელსაც ის კრემლის დავალებით ასრულებს. ის რომ ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის პოლონეთი, რომელიც არის საქართველოს მეგობარი ქვეყანა და მხარს უჭერს უკვე ამდენი წელია საქართველოს მოქალაქეების ბრძოლას თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის, საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე საუბრობენ ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებაზე. ეს არის ცხადია, მხოლოდ და მხოლოდ ქართული ოცნების პასუხისმგებლობა. თუ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ცხადია, ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეები დაკარგავენ მთელ რიგ შესაძლებლობებს
შესაძლებლობებს ქართული ოცნების პოლიტიკის გამო, რაც გულისხმობს სვდომას საუკეთესო უნივერსიტეტებზე, ჯანდაცვაზე, გადაადგილებაზე, დასაქმებაზე მათ შორის და ეს ყველაფერი მათ შეეზღუდებათ ისევ და ისევ ივანიშვილის რეჟიმის პრორუსული პოლიტიკის გამო. იმისთვის რომ საქართველოს მოქალაქეებზე ოცნების ძალადობას უპასუხონ ევროკავშირში ივანიშვილის მთავრობის დასანქცირებას სურთ, თუმცა ამას პარტია ხელს საკუთარი მოკავშირეების, მათ შორის ორბანის დახმარებით უშლის. ამით კი თავად ვეზრდის უვიზოს შეჩერების რისკს, რომელიც შესაძლოა წევრი ქვეყნების უმრავლესობამ რეაგირების ერთადერთ ალტერნატივად მიიჩნიოს.